დამწვარია 7 სპილო, უმსხვილესი სასაწყობი მეურნეობა ლილოს ბაზარში ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ამ წუთებში ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოები. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რაც შეეხება ზარალს, საწყობში შენახული პროდუქციის ნაწილი დაზღვეული არ იყო, რაც უამრავი მოვაჭრისთვის ათასობით ლარის ზარალს და საქმიანობის საერთოდ გაჩერებას ნიშნავს. მარიამ ელიბაშვილი მუშაობს შემთხვევის ადგილზე. მარიამ, რა ვითარებაა ახლა სტიქის ეპიცენტრში და რა ზარალზე შეიძლება იყოს საუბარი? მიშა, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 120 მეხანძრემაშვილი და 22 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს შემთხვევის ადგილას. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ლილოს ტერიტორიაზე და იწვის საწყობის 7 სპილო, როგორც ჩვენთან მოვაჭრეები ამბობენ, ფაქტობრივად ნახევარი ლილოს პროდუქცია არის განადგურებული. მე ოპერატორს ვთხოვ, გივი კომჭედლიშვილს გაჩვენოთ კადრში რა ვითარება ახლა 7 სპილოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტობრივად ცეცხლის ალშია გახვეული მთლიანად შენობა, როგორც ჩვენთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 5000 კვადრატული მეტრი ფაქტობრივად სრულად განადგურებულია და დამწვარია და შიგნით არსებული პროდუქციაც ასევე არის განადგურებული. ბუნებრივია, ჩვენ ვესაუბრეთ ასევე მოვაჭრეებს და იმ ადამიანებს, ვისი ქონებაც განადგურდა, როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ნაწილი მათგანის ქონება არის დაზღვეული, თუმცა ნაწილი მათგანის ქონება არ არის დაზღვეული და უცნობია რა ზარალზე აქვს საუბარი. ასევე გეტყვით იმასაც, რომ გამოძიება 197 მუხლით მიმდინარეობს, რაც ხვისი ნივთისთვის ცეცხლის წაკიდებას გულისხმობს. ჩვენთან აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ იმას, რომ 3 საათზე მოხდა ხანძარი, რამაც ჰქონდა მას ხმა და თავიდან აფეთქება ეგონათ, თუმცა მერე მათივე ინფორმაციით გამოიკულიეს, რომ შიგნით მიმდინარეობდა შედუღებითი სამუშაოები და სწორედ სავარაუდოდ ამას უნდა გამოეწვია ხანძარი, თუმცა ოფიციალური ვერსია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დაშავებული ამ დროისთვის არავინ არ არის, როგორც ჩვენთან თეიმურაზ ღებრუშვილმა აღნიშნა, მალევე მოხდა ადამიანების ევაკუაცია და შიდა ტერიტორიაზე არავინ არ იმყოფებოდა მაშინ, როცა აქ სახანძრო სამაშველო ბრიგადები გამოჩნდნენ. ნაპირწყლისგან წარმოიქმნა სვარკისგან. შიგნით მიმდინარეობდა? შიგნით მიმდინარეობდა სვარკა. და რა დაიწვა შიგნით? პროდუქცია ყველაფერი, თეთრეული, რავი, სპორტული, ფეხსაცმელი, რავი, ყველაფერი, რავი. დაშავებული ვინმე არის? რამდენადაც ვიცი არა. მაგრამ ზარალი დიდია? კი, ძალიან. ვინ აუნაზღაურებს არ ვიცი, ბანკიდან აქვთ ხალხს გამოტანილი სესხები და ისი აქვთ ტავარი ნაყიდი. საწყობებია მან და რაც გაუჩნდა არ ვიცი. ვინმე არის დაშავებული? არა, არავინ არ მინახავს, არ ვიცი. მე შიგნით მუშაობ პოლონურებში. და რას გაუჩნდაო ხანძარი რას ამბობენ? ანუ რა გამოიწვია? არ ვიცი არაფერი. ანუ შიგნით არავინ არ იყო მეორე სართულზე, ხო? ალბათ არავინ. რამდენი ხანია რაც მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის? 1 საათი მაინც არის. ამ დროისთვის ლილოს ბაზრობაზე დამწვარია დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრი, როგორც სასაწყობე ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრემაშველია მობილიზებული, 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა. 4 წუთში იყო პირველი ეკიპაჟები მოსული ხანძრის კერაზე, რამაც მოგვწია საშუალება, რომ ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. უცნობია რა ზარალზეა საუბარი, თუმცა როგორც ჩვენთან მოვაჭრეები ამბობენ, ზარალი ძალიან დიდი იქნება. მე როგორც გითხარით, ამ დრომდე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები ხანძრის და ხანძარი დაახლოებით 3 საათზე გაჩნდა და ზუსტად 3 საათია, რაც მეხანძრემაშველები ცდილობენ კონკრეტული ხანძრის ლიკვიდაციას.